ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი აცხადებდა, რომ მიაღწევდა მშვიდობას ორივე მხარეს დააძალებდა და გასაგებია რა იგულისხმება დაძალებაში უკრაინული მხარისთვის, ხო? დაუდებენ წინ რაღაც შეთანხმებას, თუ არ მოაწერთ ხელს შეგიწყვეტ იარაღის მიწოდებას. რა იგულისხმებოდა რუსეთზე დაძალებაში ზეწოლაში, რაღაც დამატებითი სანქციები და უკრაინის გაძლიერება. შეიძლება იმ მოლაპარაკებების დროს, რომელიც მიმდინარეობს მოეხსენებათ ერიადში, არაბეთის საუდის არაბეთში, რაღაც შეთანხმებაზე უკვე ამერიკელები და რუსები მივიდნენ. ანუ რუსებთან ამ ეტაპზე შეიძლება ტრამპს არ აქვს პრეტენზია აქვს ზელენსკისთან, იმიტომ რომ გასაგებია რომ სამწუხაროდ ვერ იღებს ზელენსკი იმას, რისი მოლოდინიც ჰქონდა, ნატოს შეაწევრიანება და საუბარი საერთოდ არის. მაშინ ის ითხოვს სამის სანაცვლოდ ითხოვს რომ ამერიკა მისცეს უსაფრთხოების გარანტიები, პირდაპირ უსაფრთხოების გარანტიებს ამერიკა ტრამპის ხელში ყოველ შემთხვევაში არ იძლევა. ტრამპი ისე თქვა იძლევა ირიბ უსაფრთხოების გარანტიებს. ეს რა არის, რომ მომეცი მე ესე თქვა უფლება რომ მოიპოვო უკრაინის ტერიტორიაზე ესე ეწოდებული იშვიათი ლითონები და ეს ირიბი უსაფრთხოების გარანტია, იმიტომ რომ ჩემი კორპორაციები რო იდგებიან იქ, რუსეთი აღარ შემოიჭრება უფრო ტერიტორიის სიღრმეში. აქ რაზეც არის საუბარი შეიარაღების მიწოდებაზე, მის შეწყვეტაზე, ეს კიდე იმდენად მნიშვნელოვანი არის. გაცილებით უფრო მძიმე დარტყმა იქნება და იმედი აქამდე არ მევა საქმე. თუ კი ამერიკელები შეუწყვეტენ უკრაინას სადაზვერვო მონაცემების მიწოდებას. ამის წყალობით არის რომ უკრაინა ბომბავს რუსეთის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურას, იარაღის საწყობებს, ნავთობის საცავებს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ გააჩნია სრული მხარდაჭერა ამაში ამერიკის მხრიდან, ამერიკა ფლობს ამ მხრივ ცხადია უნიკალურ შეაძლებლობებს, ეს არის ძირითადად თანამგზავრების ქსელი. და ამის გარეშე უკრაინა პრაქტიკულად ბრმად იონებს და რეალურად არ ვიცი მე მართალი გითხრათ, თუ ამას გადაწყვეტს ტრამპი იმედი არ იზამს, ეს შეიძლება არ გაახმოვანონ საერთოდ თქვა საჯაროდ, ისე შეუწყვეტონ უკრაინას ეს დახმარება და ეს გაცილებით უფრო მძიმე იქნება, ვიდრე შეიარაღების მიწოდების შეწყვეტა, იმიტომ რომ ამ ეტაპზე წესით უკრაინას შეიარაღება როგორც ასეთი უნდა ქონდეს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ბაიდენმა მოასწრო მიწოდება, რომელიც წესით ბაიდენის მიწოდებული შეიარაღება კიდევ რამდენიმე თვე მაინც მათ ეყოფათ. რომ ეს არ არის მე მგონი იმდენად ტრაგიკული უკრაინისთვის, ახლა ეს გააცხოთელება უშუალოდ რომელიც გამოაცხადა ტრამპმა. შეიცვალა თუ რა ევროპის პოზიციები თავდაცვისა და სამხედრო საკითხების მიმართულებით. საფრანგეთმა მიანიშნა, რომ მზადაა გახსნას დისკუსია მაგალითად ევროპული ბირთვული ქოლგის შექმნის თაობაზე. რა დრო შეიძლება დასჭირდეს ევროპის სამხედრო ინფრასტრუქტურის გადაწყობას? დიდი დრო დაჭირდება ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ამას სჭირდება არა მხოლოდ რაღაც ბიუჯეტის გადაწყობა, არამედ მთელი ესე ვთქვათ ევროპული ფილოსოფიის ცვლილება, ევროკავშირის ფილოსოფიის ცვლილება, მე ვიტყოდი რა არის ფილოსოფია? კეთილდღეობა, იაფი განათლება, უფასო განათლება, მაღალი პენსიები, კარგი სამედიცინო დაზღვევა, და ეს ის ხარჯი ხდება, იმის ხარჯი რომ არ ხარჯავთ ფულს შეიარაღებაზე, გვიცავს ვიღაც. აი ესეთი პრობლემა. მეორე პრობლემა სერიოზული ევროპისთვის არის ის, რომ ეხლა პრინციპში თუ ამას ველაპარაკებენ საფრანგეთი, გერმანია სიტყვაზე და პოლონეთი და იტალია, ეს უკვე რაღაცას გავს, კი ბატონო. მაგრამ აი მთლიანი ევროპის ესე თქვა ჩართვა ამ რაღაც ერთიანი ევროპული უსაფრთხოების პროექტში და შეიარაღებულ ძალებში, მე მგონი არ იქნება მარტივი, იმიტომ რომ ევროპაში არის სახელმწიფოები, რომლებიც არანაირად არ გრძნობენ საფრთხეს რუსეთისგან, რომლებიც შორს არიან ელემენტარულად გეოგრაფიულად რუსეთისგან. ესპანეთი, პორტუგალია, რა ვიცი, საბერძნეთი, თუნდაც იგივე იტალია, არ მგონია საფრთხეს გრძნობდეს რუსეთისგან ამ ეტაპზე. შესაბამისად, აი ესე რომ ვარი თქვან იმ ქვეყნებმა განსაკუთრებით, ვინც საფრთხეს არ გრძნობენ რუსებისგან, ვარი თქვან კეთილდღეობაზე და გადაერთონ რაღაცა ეკონომიკა გადააწყონ უფრო შეიარაღების სამხედრო რელსებზე, ეს არ იქნება ესე მარტივი. მაგრამ ვიმეორებ, თუ მოხერხდა თუნდაც გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და იტალიაც, ეს უკვე სერიოზული ძალა არის. ერთი პრობლემა აქ ის არის, რომ გერმანიას ეკონომიკური კრიზისი აქვს აშკარად ომის დაწყების შემდეგ, იმიტომ რომ მას გაზი გაუწვიდა, რუსულ გაზზე ვარი თქვა და ახლა მას უხდება უფრო ძვირიანი გაზის იმპორტირება ამერიკიდან, ნორვეგიიდან და კატარიდან და ასე შემდეგ. ბატონ თორკე, გერმანიის სავარაუდო კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა შედარებით ხმამაღალი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ თეთრსახში გამართული კამათი არ იყო შემთხვევითი, არამედ ეს იყო გამიზნული, ორკესტრირებული. გერმანიაში ჯერ არ არის სამთავრობო კოალიცია ჩამოყალიბებული, მაგრამ რა შეიძლება ითქვას გერმანიის მომდევნო ნაბიჯებზე? ეხლა ორკესტრირებული იყო თუ არა, ეს მე მგონი მეორე ხარისხოვანია, ცუდი არის ის შედეგი დადგა, რაც დადგა, ხო?
და თუ ორკესტრირებული იყო კიდევ უფრო ვარესია. თუ ეს წინასწარ თქვა დაუდგეს, ესეთ მახე დაუდგეს ზელენსკის კიდევ უფრო ვარესია. გერმანიის ნაბიჯები ისე და ისე განმეორდები. გერმანია არ არის დღეს ისე ძლიერ პოზიციაში როგორც იყო 3-4 წლის წინ. გერმანიის მთავარი ძალა არის მისი ეკონომიკა. იყო ყოველთვის მისი ეკონომიკა მოყოლებული მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მას არ გააჩნია მაგალითად განსხვავებით საფრანგეთისგან ბირთვული იარაღი, არ არის უშიშროების საჭოს, გაეროს უშიშროების საჭოს მუდმივი წევრი, არ გააჩნია ეწოდებული რბილი ძალა, გააჩნია ძლიერი ეკონომიკა. ბოლოს 3 წელია მისი ეკონომიკა არის გაჩერებული, შეიძლება თითქმის არ იზრდება. და ეს პრობლემაა სერიოზული, იმიტომ რომ მისი მთავარი ძალა არის შეკვეცილი. ამიტომაც ახლა გერმანია თუ გადააწყვეტს რომ გადააწყოს ეკონომიკა მით უმეტეს თუ ახლა სიტუაციაში კრიზისის დროს გადააწყვეტს რომ მეტი ფული დახარჯოს შეერაღებაზე, ეს არ იქნება ასე მარტივი. თუ რაღაც ხარჯებს ასე თუ ისე გაინაწილებენ, როგორც უკვე ვთქვი, ხო, ეს რამდენიმე სახელმწიფო პოლონეთის ჩათვლით, პოლონეთი კარგ მდგომარეობაშია. საკმაოდ, იმიტომ რომ მას გააჩნია საკმაოდ დიდი ეკონომიკა, საკმაოდ დიდი მოსახლეობაც და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სურვილი რომ მეტი დახარჯოს თავდაცვაზე, იმიტომ რომ პოლონეთი მართლა გზნობს საფრთხეს რუსეთისგან, განსხვავებით იგივე საფრანგეთის დაკლებად გზნობს. განსხვავებით იტალიისგან, საფრანგეთისგან, ესპანეთისგან. საფრანგეთის საფრთხეს რუსეთისგან არ გზნობს იმდენად, რამდენადაც საფრანგეთი ესე თქვა ცდილობს რომ თავი წარმოაჩინოს ევროპის ლიდერად და არჩეულია ესე თქვა გაჩუმდეს ამ ვითარებაში, როცა აღმოსავლეთ ევროპას შეიძლება რაღაც საფრთხე ემუქრებოდეს. ჩვენ ხო არ ვიცი, ხო დინას აპირებს, შეიძლება არ აპირებს დაესხას თავს ვიღაც პოლონეთში თუ ბალტიისპირეთს, მაგრამ შეიძლება აპირებს. ამის იმედზე იქნება საფრანგეთი მიიჩნევს რა თავის თავს ევროპის ლიდერად, ცხადია ფიქრობს ამ თემაზე, თორემ მას საფრთხე არ ემუქრება, თუნდაც იმიტომ რომ მას გააჩნია ბირთვული იარაღი, სიტყვაზე თუ ვიღაც ახლა გაგიჟდება მოსკოვში ნამდვილად და საფრანგეთს ესვრის, ეს პასუხად ასევე ესვრის, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რომ გესმონდეს. ისევ უკრაინას რომ მივუბრუნდეთ, ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლოდროინდელ რიტორიკას როგორ შეაფასებდით? გეჩვენებათ თუ არა მისი ტონი მეტნაკლებად შერბილებული ბოლო დროს? ბოლო 2 დღე შერბილებულია, მას სხვა გზა არ აქვს, იმიტომ რომ ჩავიდა ვაშინგტონის შემდეგ ლონდონში, იქ პირდაპირ უთხრეს რომ გინდა თუ არ გინდა, მოგიწევს ტრამპთან ისევ საერთო ენის გამონახვა მასთან შერიგება და ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ ერთი ჭეშმარიტება უნდა გაითავისოს ყველა რუსეთის ერთ-ერთი შემგავებელი არის ამერიკა, მეტი არ არის. ჩვენ გვახსოვს სანამ ეს საშინელი ომი დაიწყებოდა, საშინელი აგრესია, გაფორდა რაღაცა ალიანსის მაგვარი პოლონეთი, ბრიტანეთი და უკრაინა. და ჩვენთან ბევრმა ჩათვალა, რომ ეს იყო რაღაც საოცარი ახალი ალიანსი, ნატოზე უკეთესი ლამის. იმუშავა ალიანსმა საერთოდ რამე გააკეთა, რამე დაისო უკრაინამ ალიანსს, თქო ვერა. ნატო რატო არის, ესე ვთქვათ, შეუცვლელი? იმიტომ რომ იქ ამერიკაა, რუსეთის ერთ-ერთი შემგავებელი, არა მხოლოდ რუსეთის. ჩინეთისაც ხო ჰიპოთეტურად. ამაში არის საქმე. შესაბამისად ახლა ევროპის იმედად ზელენსკი ვერ იქნება. ევროპა რომ გადაეწყოს, ამას ჭირდება დრო და ამდენი დრო, რა თქმა უნდა, ახლა უკრაინას არ აქვს. იმიტომ 3 წლის შემდეგ, რა თქმა უნდა, მას ძალიან სერიოზული დანაკარგი აქვს ცოცხალ ძალაში. ყველაზე მძიმე შეუსებელი არის ცოცხალი ძალა, შეერაღება შეიძლება მიაწოდონ და ფული მიცეს კიდე ბრიტანეთში ჩვენ ვნახეთ და შეერაღებას იყიდის, მაგრამ მათო შეერაღება არ კმაყოფილება ბრძოლის ველზე, მით უმეტეს, როცა ჩვენ სახეზე გვაქვს ეგრეთ წოდებული გამოფიტვის ომი და გამოფიტვის ომში მთავარი არის სწორედ ცოცხალი ძალა და ცოცხალი რესურსი და ეს რა თქმა უნდა ხა რუსეთს მეტი ყავს, მით უმეტეს არენანებად მათ საერთოდ თავიანთი ეს ცოცხალი ძალა ხო ჩვენ ხო ვიცით ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ასე რომ შენ არ გენანება შენ ჯარისკაცი და მეტი ყავს რა თქმა უნდა გაქვს უპირატესობა ამ გამოფიტვის ომში. შესაბამისად ეს გამოფიტვის ომი ძველოდიან პერსპექტივაში უკრაინას უფრო აზიანებს ხადია. დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება პრეზიდენტად არჩევამდე იყო სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. როგორ აისახება მიმდინარე პროცესი და მოლაპარაკებების არსებული დინამიკა ტრამპის ადმინისტრაციაზე? რაშია საქმე ახლა მან ეს თქვა და თუ ამ პირობას შეასრულებს კი ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება ცხადი ალბათ იმ გარიგებას და ყავს იმ გარიგებას რომელიცაც იგი ცდილობს რომ თავი მოახდინოს უკრაინას მაგრამ ის თავს იმართლებს იმით რომ ეს ომი არ დაწყებულა ჩემ დროს ეს ომი მე არ დამიწყია და შესაბამისად მე შუაში არ ვარ თუ უკრაინა ვერ მეიღებს იმ პირობებს რომელსაც იმედი ქონდა ზელენსკის ამერიკელი ამორჩეველი ხო ჩვენ ხო ვიცით ძირითადად მაინც ზრუნავს რაზე თავის შიდა ეკონომიკურ პრობლემებზე სოციალურ პრობლემებზე დაზღვევა სამუშაო ადგილები ეს არის ამერიკელი ამორჩევის მთავარი საზრუნავი საფიქრალი და უკრაინა კი შედარებით დიდ ადგილს იკავებს ასე თუ ისე უკრაინა იკავებს მე ვიტყოდი ხა ამერიკის საგარეო ასე თქვა დისკურსში საკმაოდ დიდ ადგილს მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში შიდა პრობლემები უფრო მნიშვნელოვანი ამორჩევლისთვის ასე რომ მთავარი თემა ტრამპისთვის არის და ჩვენ უყურებთ ამას სულ 24 საათი გამოჩვევის მის რიტორიკაში რა უნდა
ახალი საავადმყოფო შეთანხმება ევროკავშირთან, რომ ევროკავშირს არ ქონდეს უპირატესობა საავადმყოფო ბალანსში ამერიკასთან, ჩინეთთან ცხადია, იგივე კანადასთან, იგივე და უკრაინას უკრაინისგან რომ მიიღოს ეს იშვიათი ლითონები. ანუ იქიდანაც ფული უნდა რომ ამოიღოს ფაქტიურად. რისთვის სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკა, რომ 3 წელიწადში უკვე 3 წელიწადში არჩევნებია, ხო? მოიგოს არჩევნები ვინ? ყველა ვიცით რომ უჭერენ მხარს მისი გუნდი ეჯებს მხარს ვენს. ანუ ეს გეგმა არსებობს ცხადია რომ ტრამპის შემდეგ დარჩეს ვენსი, გააგრძელოს ტრამპის საქმე, რის ხარჯზე? სამუშაო ადგილები, ეკონომიკა. ანუ ყველასგან უნდა მივიღოთ ფული. შესაბამისად, მე მგონი ტრამპს მიაჩნია რომ ამერიკელი ამომრჩევლის უმეტესობა აიტანს როგორმე გადაიტანს იმას, თუ კი უკრაინა ვერ მიიღებს კარგ სამშვიდობო შეთანხმებას, თავარი ამერიკელების უმეტესობისთვის არის ისევ და ისევ ეკონომიკას სამუშაო ადგილები. თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ კიდევ ერთხელ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. როგორი შეიძლება იყოს თურქეთის როლი ამ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში? გადამწყვეტი ნამდვილად ვერ იქნება, თურქეთი ცდილობს ახლა ცხადია რომ რაღაცნაირად პროცესი არ ჩამორჩეს, იმიტომ რომ უკრაინა შავი ზღვის ქვეყანაა, თურქეთი შავი ზღვის ქვეყანაა და ახლა რამე რომ საერთოდ რო გაჩუმდეს თურქეთი, ეს იქნება რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ის არ მიიჩნევს თავის თავს მნიშვნელოვან მოთამაშედ და ცხადია ერდოღანი მიიჩნევს თავს მნიშვნელოვან ლიდერად, მიიჩნევს თურქეთს მნიშვნელოვან მოთამაშედ. მაგრამ რას ნიშნავს აი ეს განცხადება ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს? რას ნიშნავს? არ აღიარებს ალბათ ცხადია რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ანექსიას, გასაგებია, მაგრამ არც აქამდე არ აღიარებდა ამ ანექსიას არავინ. სამწუხარო არის ის, რომ ამ ანექსიას de facto ესე თუ ისე ყველა იგუება, ხო? იმიტომ რომ არავინ არ აგზავნის იქ ჯარს, არც თურქეთი, არც ამერიკა, არც გერმანია, არც არავინ, რომ თვითონ ეომოს იქ უკრაინაში რუსებს და გაღაროს იმ ტერიტორიაზე, რომელიც დაიკავა რუსეთმა. ასე რომ de jure აღიარება არ მოხდება არავის მიერ. შეიძლება ავიც ნიკარაგუამ აღიაროს ამ რაღაც ეგეთ ქვეყანამ ნაურუმ, მაგრამ de facto იქ რუსები დგან, ეს მნიშვნელოვანია ძალიან.